ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით უკვე დაიკითხნენ ინციდენტში მონაწილე პირები. ჩინური კომპანიის თანამშრომლებსა და ადგილობრივების ჩხუბის შედეგად დაშავებულებს სხვადასხვა საავადმყოფოებში ამ დრომდე მკურნალობენ. რა ვითარება ახლა სოფელ ზვარეში? ბოლო ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან ირმა ჭოლაძე მოგვაწვდის. ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ჩინური კომპანია რკინიგზის 23 ბიუროს არკინიგზო მაგისტრალის გვირაბის გაყვანის სამუშაოებს ვეღარ აწარმოებს. საწარმოს პიკეტირების გადაწყვეტილება ადგილობრივებმა გუშინ და დღეს მომხდარი ინციდენტების შემდეგ მიიღეს. საწარმოში დასაქმებული ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი მუშაობას მანამ არ გააგრძელებენ, ვიდრე საწარმოს ადმინისტრაცია მენეჯმენტს სრულად არ შეცვლის. პარალიზებულია საწარმოს მუშაობა, დილიდან არ ასრულებენ ეს ადამიანები საკუთარ თავზე დავაკისრებულ მოვალეობას და აგრძელებენ მანამდე ამ აქციას, სანამ არ შეიცვლება მენეჯმენტი. საწარმოში დაუბრუნდებით იმ შემთხვევაში, თუ შეცვლია მენეჯმენტს საერთოდ. აი ეს ვინც არის ახლა? საერთოდ გამოიწვია შევალთ მანამდე პიკეტირებული იქნება. არც ჩინელებს ვამუშავებთ, აი ვინც არიან ახლა. და დაველოდებით მოვლენებს. შეიცვლება მენეჯმენტი შევალთ სამუშაოდ. მე შეგახსენებთ, რომ რკინიგზის 23 ბიუროს მესვეურებსა და ადგილობრივებს შორის სიტუაცია ჯერ კიდევ გუშინ დაიძაბა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, სოფელ ნუნისის ერთ-ერთი მცხოვრები კახა თიკანაშვილი მოჭრილ შეშას სახლისკენ ეზიდებოდა, როდესაც მას გზა გადაუღობეს ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა. ისინი ფიქრობდნენ, რომ შეშა მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე იყო მოჭრილი და ამის გამო ის დაუნდობლად სცემეს ხელკეტებით, ნაჯახებით და სხვა ბლაგვი რკინის საგნებით. თიკანაშვილის ნათესავები კი ყვებიან, რომ ამ პიროვნებამ შეშა მისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე მოჭრა და ამის დასადასტურებელი საბუთი მას სატყეო დეპარტამენტისგან გააჩნია. მე შეგახსენებთ, რომ დაშავებული პირები, ინციდენტის შედეგად დაშავებული პირები გადაიყვანეს ზესტაფონის, ხაშურისა და ხარაგაულის რაიონულ საავადმყოფოებში. რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებენ მკურნალობას. ჩინური კომპანიის ტერიტორიაზე არ ყოფილა. ერთია რომ სახელმწიფო ტყიდან გამოიტანეს შეშა, ჩამოყარეს, აი ვინც იმაშვებოდა, ხო, ვისაც მიქონდა ის შეშა. ჩამოყარეს და იქ დახერხეს. ჩემ ბიჭს უნდა გადაეტანიებია მანქანით იმისთვის ოჯახში. დახვდნენ აგერ გზაში იქ უკნიდან გამოყვენ ეს პიკაპით თუ რაღაცა მანქანით, მერე იქ ხიდთან გააჩერეს მანქანა და აქედან ის დაახვედრეს შეიარაღებული ხალხი. ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ჩინური კომპანია რკინიგზის 23 ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან საწარმოში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც შეგახსენებთ, რომ პიკეტირებას აწყობენ და საწარმოში დაბრუნებას და მუშაობას მენეჯმენტის შეცვლამდე არ გეგმავენ. ამ დრომდე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს ჩინური კომპანიის წარმომადგენლობა. საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე კი რჩება ასევე პოლიციის თანამშრომლები რჩებიან, რომლებიც სიტუაციის განმუხტვას დაძაბულობის შემთხვევაში შეეცდებიან.